ძალიან საინტერესო რამ გველის წინ. კაცო სულ გული მისკდება ლეკაზე ქარიშვილს რუკუნას რომ გაუშვებთ ხან შტანგას ეკაჩება და ხან კედლებზე დაწოცავს და ახლა რაღაც მე მგონი ძალიან საინტერესო უსაფრთხო ადგილიდან ხედავთ რომ ლიკა დგას და მე მგონი ძალიან კარგი რამ უნდა წარმოგვიდგინოს სურათების გალერეა ლიკონა დილამშვიდობისა ხო მშვიდობადა დიახ, დილამშვიდობის ფოტოკონკურსი სახელწოდებით ნიადაგი ურბანულ ქალაქებში უკვე დაიწყო და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის ახალისებას და ასევე საზოგადოებაში ნიადაგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. თუმცა, კონკურსის შესახებ უფრო ვრცლად ჩემი რესპონდენტი თამარ ალადაშვილი ისაუბრებს, რომელიც არის გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორი. თამარ, დილამშვიდობის. პირველ რიგში ვისი ორგანიზებით ტარდება კონკურსი და მე გადავიდეთ უკვე სხვა დეტალებზე. დილამშვიდობისა, მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა ამ თემის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. მოსახლეობისთვის ფოტოკონკურსი ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ინფორმაცია და განათლების ცენტრის მიერ და თქვენ აღნიშნეთ, რომ კონკურსის მიზანი არის ცნობიერების ამაღლება ნიადაგის შესახებ და ჩვენი ცენტრის მიზანი სწორედ ეს არის, რომ ხელი შეუწყოთ საზოგადოების ჩართულობას, ცნობიერების ამაღლებას, განათლების ხელშეწყობას, გარემოს დაცვითი და აგრარული საკითხების შესახებ და სწორედ ამ ფოტოკონკურსის მიზანიც ეს არის გავამახვილოთ ყურადღება კიდევ ერთხელ ნიადაგის მნიშვნელობის შესახებ და განსაკუთრებით გავუწიოთ პოპულარიზება და ვიფიქროთ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ მოკლედ ნიადაგის მნიშვნელობის შესახებ და ამით ჩავრთოთ რა თქმა უნდა საზოგადოება ასაკი არ არის შეზღუდული, არც პროფესია არ არის შეზღუდული, ამიტომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თქვენ შეგიძლიათ თუ ხართ ფოტოგრაფით დაინტერესებული გამოგზავნოთ ფოტო ჩვენს მისამართზე ელექტრონულ პოსტაზე. დიახ, თამარ, მე როგორც ვიცი, შეიძლება გამოიგზავნოთ როგორც ფერადი, ასევე შავთეთრი ფოტოები, ამაში არ ვარ შეზღუდული. კიდევ რა წესებია, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა? არ ვარ შეზღუდული, ნამდვილად შავთეთრი იქნება თუ ფერადი იქნება. კიდევ ერთადერთი შეზღუდა არის, რომ 5-ზე მეტი ფოტო არ უნდა ჰქონდეს აპლიკანტს გამოგზავნილი, ასევე ფოტოს უნდა ჰქონდეს აუცილებლად სათაური და უნდა ახლდეს დაახლოებით 150 სიტყვამდე აღწერა ფოტოსი. ეს არის მთავარი დანარჩენი ტექნიკური დეტალები მითითებული არის განაცხადში, რომელიც განთავსებული არის გარემოს დაცვითი ინფორმაცია და განათლების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეც და Facebook-ის გვერდზეც. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ შეუძლია იხილოს დეტალები, შეგვეხმიანოს კითხვებითაც და გამოგვიგზავნოს იმედია დაინტერესება იქნება ძალიან მაღალი. როგორც ყოველთვის, ასეთი ტიპის ღონისძიებებით მიმართ საზოგადოების ჩართულობა არის დიდი და ჩვენ გვაძლევს ეს იმის საშუალებას, რომ უფრო და უფრო მეტი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება დავგეგმოთ და ამით ხელი შევუწყოთ უკვე საზოგადოების ჩართულობას და ცნობიერების ამაღლებას. თამარ, მე ძალიან მაინტერესებს და ალბათ მაყურებელსაც აინტერესებს, როგორ მოხდება შეფასება, ვინ შეარჩევს იმ საუკეთესო ნამუშევრებს და საბოლოო ჯამში რამდენი ნამუშევარი უნდა შეირჩეს? ნამუშევარი შეირჩევა 3 გამარჯვებული გვეყოლება, იქნება პირველი, მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულები, რომელსაც გადაეცემათ აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის სახელობის სიმბოლური სიგელი, რომელიც არის ძალიან დიდი ნიადაგმცოდნე და დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ნიადაგმცოდნეობის განვითარებაში, ასევე იქნება ძალიან კარგი პრიზები გამარჯვებულებისთვის და 5 დეკემბერს უკვე ნიადაგის საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მე როგორც ვიცი, ჟიური შეარჩევს, ძალიან ისეთი პროფესიონალი გუნდი გყავთ, რომელიც ამ ნამუშევრებს ნახავს და შემდეგ უკვე შეირჩევა 3 საუკეთესო, როგორც უკვე თქვით. მოდით პირველ ეტაპზე გადარჩევა, შემდეგ უკვე ჟიური ჩაერთვება აქტიურად, რომელიც მოიცავს რა თქმა უნდა როგორც ფოტოგრაფიის მიმართულებით, ისე ნიადაგმცოდნეობით დაკომპლექტებულ ადამიანებს, ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლებს და შესაბამისად კვალიფიციური ჟიური გამოავლენს უკვე 3 გამარჯვებულს. ძალიან დიდი მადლობა თამარ. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ და არც არის აუცილებელი იყოთ პროფესიონალი ფოტოგრაფი, შეიძლება იყოთ მოყვარულ დონეზე. შეგიძლიათ გამოგზავნოთ ნამუშევრები, როგორც უკვე ქალბატონმა თამარმა თქვა. 21 ნოემბერს არის ბოლო ვადა ნამუშევრების მიღების. შემდეგ უკვე მოხდება გადარჩევა და 5 დეკემბერს უკვე გამოვლინდება გამარჯვებული. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი პროექტია და რა თქმა უნდა, მეც დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი, რომ შემეძლოს ესე კარგად ფოტოების გადაღება, თუმცა თქვენ ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. მე ნელ-ნელა დაგემშვიდობებით, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.
დიდი მადლობა ლიკუნა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხო არ ჩავერთოთ ჯონი რა სიტყვა. სიამოვნები ჩავერთობოდი. ლიკუნას ქმის არ იყოს ისეთი მონაცემები არ აქვს. ფოტოგრაფიული. კარგი.